Top 3 არასწორი შეხედულება coaching-თან დაკავშირებით. ხო, მიყვარს ეს თემა. პირველი არასწორი შეხედულება მე თვითონვე მქონდა, მანამ სანამ სწავლას დავიწყებდი coaching-ის და რომ მივედი სასწავლად, მეგონა რომ რჩევების დიდი გამცემი უნდა გამხდარიყავი და პირველივე შეხვედრაზე რო გითხრას, რომ თქვენ რჩევებს არ გასცემთ, არამედ პირიქით გეკრძალება რჩევების მიცემა, ეს იყო დიდი შოკი. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რამდენად სწორია ესეთი მიდგომა და საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ რეალობაზე პასუხისმგებლობის აღების ნაწილის თვალსაზრისით ნამდვილად სწორი მიმართებაა, რომ კლიენტმა, ადამიანმა არავისგან მიიღოს რჩევები, არამედ პასუხები იპოვოს საკუთარ თავში და არ ელოდოს მზა რეცეპტს არც coach-ისგან და არც არავისგან. აქედან გამომდინარე, ის რომ coach-ი არის რჩევების გამცემი, არის აბსოლუტურად არასწორი შეხედულება coaching-თან დაკავშირებით. მეორე top არასწორი შეხედულება, ვიტყოდი, არის ის, რომ coach-ი არის ბრძენი, რაღაცა მამოტივირებელი სპიკერი, რომელიც აფრქვევს ამ ჭკვიანურ რაღაცებს, მქადაგებელი, არაფერი მსგავსი. ის სხვა ტიპის coach-ები არიან, იმაშიც არაფერია ცუდი, მაგრამ ნამდვილი coaching-ური სესია, როგორც პროცესი, არანაირი სოდნის გაზიარებას არ მოიცავს. ეს არის კითხვების დასმა coach-ის მხრიდან, ღრმა პასუხების და თვითრეფლექსიის პროცესი კლიენტის მხრიდან. გაცემული პასუხები, დაგეგმილი ნაბიჯები. ასე რომ coach-ს არ მოეთხოვება, რომ ბრძენი და ძალიან ჭკვიანი და ესეთი ჭეორმეტყველი ადამიანი იყოს. და მესამე top არასწორი შეხედულება coaching-ზე. შეიძლება იყოს ის, რომ უმეტესად მიაჩნიათ, რომ coaching-ური სესია ჭირდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაც გარდამტეხ ეტაპზე იმყოფებიან, ან კარიერაში, ან პროფესიაში, ან რაიმე დიდ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად coaching-ური ურთიერთობა ძალიან სასარგებლო და დამხმარეა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე და ნებისმიერ თემაზე, პირად ურთიერთობებზე, ოჯახთან ურთიერთობაში, კარიერულში ხო თავისთავად, ნებისმიერ მიზანთან, პროექტთან წამოწყებაში. ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე coaching-ური სესია არის დამატებითი რესურსი საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის და გააქტიურების. ამიტომ, ვისაც ოდნავ მაინც უფიქრია, რომ რაღაცა დრო მოვა, როცა coaching-ური სესია დაჭირდება, ეს ესე არის, ამის დრო ყოველთვის არის.